რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებში ჩარჭობილი ხის ჯვრებიც კი დაალბება და მტვრად იქცევა. კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმი ცივ ზამთარში, როცა ტყეები სიჩუმით იყო გადაფარული და თოვლში ჩაძერული ბილიკები სისხლით იღებებოდა, ერთ პატარა ერს მსოფლიოს უდიდეს იმპერიასთან მოუხდა ბრძოლა. 1939 წელი ფინეთი 4 მილიონიანი ქვეყანა, მისი მტერი და მეზობელი საბჭოთა კავშირი, მილიონობით ჯარისკაცითა და ულევი ტანკებით. და როდესაც ყველას ეგონა, რომ ეს ომი მხოლოდ დღეების საქმე იქნებოდა, ფინეთმა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა. ეს იყო ამბავი შეუდრეკელობისა, სიზუსტის, სიჩქარის და სასოწარკვეთილებასთან ჭიდილის. ეს იყო ზამთრის ომი, ფინეთის ბრძოლა არსებობისთვის. Нет молотов, valehtelin enemmän kuin itse Bobrikov. ფინეთის ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში სახლობდნენ ფინური ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ მცირე თემებად. მე-12 საუკუნეში კი შვედეთის სამეფომ დაიწყო ფინეთის ტერიტორიებზე გავლენის გაფართოება. ამასთან ახლდა ქრისტიანიზაციის პროცესი. ფინეთი იდენტობაში და პოლიტიკურადაც გახდა შვედეთის ნაწილი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ფინეთის მდებარეობა მას ყოველთვის სტრატეგიულ ობიექტად აქცევდა, მით უმეტეს რომ მეზობლად იყო რუსეთის იმპერია, რომელიც მუდმივად ცდილობდა ბალტიისპირეთზე თავისი გავლენის გაძლიერებას. 1809 წელს შვედეთმა წააგო რუსეთთან ომი და ფინეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა როგორც ავტონომიური დიდი სამთავრო. მათ არ დაუკარგავთ გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარი კანონები, მმართველობა და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. თუმცა, როგორც რუსეთის იმპერიულ სრახვებს ახასიათებს, ფინეთშიც დაიწყო რუსიფიკაცია, ენის, არმიის და ადმინისტრაციის რუსულ სისტემაზე გადაყვანის მცდელობა. ამ პერიოდმა კი, რა თქმა უნდა, ფინეთის ხალხში აღზრდა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მოითხოვდა რუსეთისგან სრულად გამოცალკევებას და დამოუკიდებლობის აღდგენას. 1917 წელს რუსეთის რევოლუციის ფონზე და მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ 6 დეკემბერს ფინეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. თუმცა სოციალისტური საცეცები უკვე მოდებული იყო ფინეთში. ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. წითლებს სოციალისტური ბოლშევიკური იდეებით შეპყრობილ და თეთრებს მემარჯვენე ნაციონალისტებს შორის. 1918 წელს სამოქალაქო ომი სრულდება მემარჯვენე ნაციონალისტების გამარჯვებით, რომლებსაც მხარს გერმანელები უჭერდნენ. ომის შემდეგ იწყება ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება. აი აქედან იწყება ფინეთის ჭეშმარიტ და სახელოვანი ისტორია. 1919 წელს მიიღეს კონსტიტუცია, ჩამოყალიბდა პარლამენტი, ედუსკუნდა, ერთპალატიანი, რომელიც პროპორციული წესით ირჩეოდა. მოქმედებდა მრავალპარტიული სისტემა, სადაც სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები, აგრარული პარტია და სხვა პოლიტიკური ჯგუფები შედიოდნენ. ისინი აკონტროლებდნენ ფინეთს, რათა ქვეყანას თავი აერიდებინა ნაციზმის და ბოლშევიზმისგან. მთავრობამ სამოქალაქო ომის ვეტერანებს მიანიჭა მიწის ნაკვეთები, განვითარდა ეკონომიკა, აშენდა პირველი ინდუსტრიული საწარმოები, დაიწყო მეტალურგიისა და გემთმშენებლობის აღორძინება. ფინეთმა მოახერხა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობის შენარჩუნება. სახელმწიფომ წამოიწყო ინფრასტრუქტურული პროექტები და ფინეთი ევროპის ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზებულ ქვეყნად გადაიქცა. ფინეთის თავდაცვის და სამხედრო სფეროში რეფორმები ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ზამთრის ომამდე მჭიდროდ იყო დაკავშირებული როგორც ქვეყნის თვითონ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან და ასევე შიდა პოლიტიკურ დინამიკასთან, რაც თვითონ ჰელსინკში მიმდინარეობდა. ამ პროცესებში კი ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა გენერალი კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმი, ადამიანი, რომელმაც საფუძველი დაუდო ფინეთის თავდაცვის უნარს და მომზადებას მომავალი გარდაუვალი კონფლიქტებისთვის. ფინეთში სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე შეიქმნა მკაფიო მოთხოვნილება ქვეყნის სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. გენერალი მანერჰაიმი, რომელიც წარსულში იმპერიულ რუსულ არმიაში მსახურობდა და მაღალი სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული, ხედავდა, რომ ფინეთის არმია ვერ იქნებოდა მრავალრიცხოვანი და შესაბამისად აღჭურვილი. თუმცა შეიძლებოდა კარგად ორგანიზებული, მობილური და პროფესიონალური რეზერვისტული სისტემის შემუშავება. მანერჰაიმის ხედვა ეფუძნებოდა თავდაცვით ნაციონალურად მობილიზებულ არმიას,
რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებული იქნებოდა ფინეთის ბუნებრივ პირობებზე, ტყეზე, თოვლზე, ტბებზე, დაბალ ტემპერატურაზე და გრძელ ზამთარზე. სამხედრო რეფორმების პირველ ეტაპზე ფინეთმა ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული მოდელი, მცირე ზომის რეგულარული არმია და ფართო რეზერვისტული სისტემა. ფინეთის თავდაცვის სისტემა ეყრდნობოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რომელსაც ყველა მამაკაცი გადიოდა 20 წლის ასაკში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ისინი გადადიოდნენ რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში მობილიზაციისას შესაძლებელი იყო 300,000 კაცამდე გამოყვანა. ფინეთის სამხედრო დოქტრინა 1920-30-იან წლებში მთლიანად მანერჰაიმის იდეებზე იდგა. თავდაცვა, მოქნილობა და ლოკალური უპირატესობის გამოყენება. მისი ინიციატივით დაიწყო ეგრეთ წოდებული მანერჰაიმის ხაზის მშენებლობა. თავდაცვითი სისტემა კარელიის ყელზე, რომელიც მოიცავდა ბუნებრივ რელიეფს, გამაგრებას, ბლოკჰაუსებს და საარტილერიო პოზიციებს. მიუხედავად იმისა, რომ მანერჰაიმის ხაზი ვერ შეედრებოდა ფრანგულ მაჟინოს ხაზს სიმაგრით ან მასშტაბით, ეს იყო ფინური რესურსების და გეოგრაფიის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება. ფინეთის არმიამ ასევე განიცადა სტრუქტურული რეფორმები. შეიქმნა რამდენიმე კორპუსი და დივიზია, დაარსდა სპეციალური ქვედანაყოფები, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, არტილერიის და საზღვაო დაცვის მიმართულებით. არმიის მცირე ზომიდან გამომდინარე ფინეთი ყურადღებას ამახვილებდა ჯარისკაცების ინდივიდუალურ მომზადებაზე. თითქმის ყველა მათგანი გადიოდა მარშრუტებს თხილამურებით, სწავლობდა ტყეში გადაადგილებას, კამუფლაჟს, დამოუკიდებელ ჯგუფებში მოქმედებას და ჩასაფრებებს. მანერჰაიმის განსაკუთრებული როლი გამოიხატა იმაში, რომ მან არმიის პოლიტიკისგან გამიჯვნა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შიდა პოლიტიკური დაძაბულობით იტვირთებოდა მემარჯვენე და მემარცხენე ბანაკებს შორის, არმია სრულად აპოლიტიკურ სტრუქტურად იქცა, სადაც სამხედრო ერთიანობა წინ უსწრებდა იდეოლოგიურ განსხვავებას. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საბჭოთა კავშირის მხრიდან საფრთხეები საგრძნობლად გაიზარდა, ფინეთის მთავრობამ და მანერჰაიმმა დაიწყეს სრულმასშტაბიანი მზადება შესაძლო თავდასხმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური შეზღუდვები არ იძლეოდა თანამედროვე იარაღით ან მძიმე ტექნიკით შეიარაღების საშუალებას, აქცენტი გაგეთდა სიზუსტეზე და ხარისხზე. მანერჰაიმი ამ პერიოდში უკვე აღიარებული იყო როგორც ეროვნული ფიგურა და სამხედრო ეთიკის სიმბოლო. მისი ავტორიტეტი გარანტი იყო იმისა, რომ ფინეთის არმია ერთიანი და მოტივირებული შეხვდებოდა მოსალოდნელ ომს. და მართლაც, როცა 1939 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, ქვეყანამ მოახერხა არამხოლოდ მობილიზაცია და თავდაცვითი პოზიციების დაკავება, არამედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოახდინა ნამდვილ საომარ სასწაულზე დაფუძნებული წინააღმდეგობა. მანერჰაიმის მიერ დამუშავებული სამხედრო ხედვა, მცირე, მოქნილი არმია, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე იცავს თავს, რუკისა და ლანდშაფტის ცოდნით, ჭკუითა და გამძლეობით, გახდა ზამთრის ომის დროინდელი ფინეთის მთავარი იარაღი და ისტორიული თავდაცვის საფუძველი. 1930-იანი წლების მიწურულს ევროპის პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად იცვლებოდა. ჰიტლერის აღზევებამ და პოლონეთის დაპყრობამ და ასევე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა დაამტკიცა, რომ დიდი ქვეყნები ახლა საკუთარი გავლენის ზონებს ინაწილებდნენ. ფინეთი მისი ნეიტრალიტეტისა ამ კონტექსტში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნდა, გარდაუვალი სამიზნე გახდა საბჭოთა კავშირისთვის. საბჭოეთი მიზნად ისახავდა უსაფრთხოების ზონის შექმნას ლენინგრადის გარშემო და ფინეთს სწორედ ამ კონტექსტში უყურებდა. საბჭოთა კავშირი ღიად აღიარებდა, რომ ფინეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი არ იყო მათი მთავარი სამიზნე. თუმცა მათ სურდათ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც რეალურად ფინეთის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან შეზღუდვას ნიშნავდა. თავდაპირველად ეს ყველაფერი დაიწყო 1938 წლიდან, როდესაც მოსკოვში ფინელი დიპლომატები ჩავიდნენ. იმართებოდა არაერთი კონფიდენციალური შეხვედრა, სადაც საბჭოთა მხარე ღიად აფიქსირებდა ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ინტერესებს ფინეთის ტერიტორიასთან მიმართებაში. 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ ფინეთი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოიქცა და სწორედ ამ მომენტიდან მათ გააქტიურეს მოქმედებები და ფინეთისკენ ყველა გაგზავნილ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომლის მოთხოვნებიც ფინეთთან მიმართებაში ასეთი იყო. საბჭოთა კავშირი მოითხოვდა ჰანკოს ნახევარკუნძულის 30 წლიანი იჯარით გადაცემას, რათა იქ სამხედრო საზღვაო ბაზები მოეწყოთ. ფინეთის ყურის კუნძულების
ლევენსაარის, სესკარის, ტუტერსის და პენის გადაცემას. კარელიის ხელზე ფინური საბჭოთა საზღვრების გადანაცვლებას 25 კილომეტრის ჩრდილო-დასავლეთით, რათა ლენინგრადს, სანქტ-პეტერბურგს არ ქონოდა პირდაპირი საფრთხე. სანაცვლოდ მოსკოვი პირდებოდა ფინეთის ტერიტორიებს პეტსამოს რეგიონში, ჩრდილოეთით და ფულადი კომპენსაციის ვარიანტსაც განიხილავდა. საბჭოთა არგუმენტი ასე ჟღერდა: სსრკ-მ დაკარგა ნდობა ევროპული სტაბილურობის მიმართ. ფინეთის ტერიტორია შეიძლება გერმანიისთვის პლაცდარმად იქცეს. ლენინგრადი კი შეიძლება მოწინააღმდეგის იერიშის რადიუსში აღმოჩნდარიყო. ამ ფონზე ფინელები შეიცავდნენ დიპლომატია შეენარჩუნებინათ. ისინი არ უარყოფდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა წინააღმდეგი იყვნენ ტერიტორიების დათმობაზე. ფინეთი ვერ შეთანხმდებოდა იმაზე, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში საბჭოთა გემები და ჯარები განლაგებულიყვნენ. დელეგატები აღიარებდნენ, რომ მოსკოვის მოთხოვნები არღვევდა ქვეყნის ნეიტრალიტეტს და სუვერენიტეტს. ნოემბერში მოლაპარაკებები უკვე ჩიხში შედიოდა. საბჭოთა მხარემ დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია, სადაც ფინეთს ადანაშაულებდნენ პროვოკაციულ ქმედებებში. 26 ნოემბერს მოხდა მაინილას ინციდენტი. საბჭოთა მხარემ გამოაცხადა, რომ ფინური არტილერია ესროდა საბჭოთა პოზიციებს სოფელ მაინილას სიახლოვეს. სინამდვილეში ეს ინციდენტი ინსცენირებული იყო თვითონ საბჭოეთის მიერ. მეორე დღეს მოსკოვმა დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობები ფინეთთან და 21 ნოემბერს დილის 6 საათზე დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი. 30 ნოემბერს ჰელსინკი ჩვეული საქმიანობით დატვირთული დედაქალაქი ომის მოლოდინით სავსე, მაგრამ ჯერ კიდევ რუტინაში ჩაძირული იღვიძებდა. ჩვეულებრივი მშვიდობიანი დღე იწყებოდა. სამოღრუბლული იყო, ცივი მიანიშნებდა ზამთრის მოახლოებას. თუმცა ქალაქს არ ჰქონია განცდა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი შეიცვლებოდა. ჰაერში გაისმა დაბალი, მძიმე, უცხო ხმა. ჰელსინკის ცაზე გამოჩნდნენ საბჭოთა ბომბდამშენები, რომლებიც უკვე წინასწარ არჩეული სამიზნეებისაკენ იღებდნენ კურსს. მოსახლეობას არც კი ჰქონდათ, რომ ბოლომდე გაიაზრებინა რაც ხდებოდა, როცა პირველი ბომბები ჩამოვარდა. დაბომბვა 3 ტალღისგან შედგებოდა და ჯამში დაახლოებით 90-მა ბომბდამშენმა მიიღო მონაწილეობა. დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე სკოლა და სავაჭრო ცენტრი. დაიღუპა 91 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილთა რაოდენობა კი ძალიან დიდი იყო. ძლიერი ცეცხლი მოედო მთელ ქალაქს. ესტონეთის დედაქალაქიდან, ტალინიდანაც ჩანდა ცეცხლისალი. ფინური რადიომაუწყებლობა მალევე გამოვიდა ეთერში. 7, მაგრამ კაცრი ტონით გადმოსცა. საბჭოთა კავშირმა დაიწყო ფართომასშტაბიანი იერიში ფინეთის ტერიტორიაზე. ჰელსინკი დაბომბეს. ჩვენი ქვეყანა თავდაცვის მდგომარეობაშია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც იმ ღამეს მოხდა დაბომბვის შემდეგ. ხალხი არ ცდილობდა გაქცევას. პირიქით ისინი რჩებოდნენ თავიანთ სახლებში, ეხმარებოდნენ დაზარალებულებს. ქარი კი ქალაქში უკვე სრულიად ახალ სულს ატრიალებდა, საერთო წინააღმდეგობის, ღირსების და გაუტეხელობის სუნთქვის. დაბომბვა ფინელებისთვის მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ამავე დროს სწორედ ამ დღემ გარდაქმნა ფინეთი. ქვეყანამ, რომელსაც არ ჰყავდა დიდი არმია, არც ძლიერი ალიანსები, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. თვითონვე შეეჩერებინა იმპერია, რომელიც სიდან ცეცხლს აფქვევდა. ფინეთი საუნად მზად იყო. არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ქვეყნის საზოგადოებაში არსებობდა ძლიერი ეროვნული თვითშეგნება და ერთიანი პოზიცია, რომ არავის არ უნდა მიეცეს უფლება მათი ტერიტორიებისა და თავისუფლების შეზღუდვა. სწორედ ამ მუხტმა და თავდაცვითმა სტრატეგიამ ის შედეგები გამოიღო, რაც მოგვიანებით მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი წინააღმდეგობის სახელი დარჩა. ფინეთის მცირე არმია უდიდეს საბჭოთა მანქანას თითქმის 5 თვის განმავლობაში წარმატებით ებრძოდა. ფინეთზე თავდასხმის პირველივე დღიდან 1939 წლის 30 ნოემბრიდან საბჭოთა კავშირი დარწმუნებული იყო, რომ ეს პატარა ქვეყანა რამდენიმე დღეში დაემხობოდა. შესაბამისად, სტალინიც ვარაუდობდა, რომ რამდენიმე 10,000 ჯარისკაცი საკმარისი იქნებოდა ჰელსინკში გამარჯვების აღსანიშნავად. თუმცა ის, რაც ზამთრის ომში განვითარდა, გახდა პატარა ერის დაუჯერებელი გმირობის, სამხედრო გონიერების და ნებისყოფის ლეგენდა. ფინეთზე შეტევა ორი მთავარი მიმართულებით დაიწყო. პირველი იყო კარელიის ყელი, მეორე ჰოიპოს კარელია და ლაპლანდია. საბჭოთა არმია უზარმაზარი ძალით შეიჭრა. დაახლოებით 450,000 ჯარისკაცი, 2,000-მდე ტანკი და ასობით თვითმფრინავი. ფინეთს კი შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა დაახლოებით 300,000 კაცით. მათ არ ჰყავდათ ტანკები
და მხოლოდ რამდენიმე ათეული თვითმფრინავი უმაგრებდა ზურგს. თუმცა მათ ჰყავდათ მანერჰაიმი, კაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა თავისი მიწის თითეული ბორცვი და ტბა. მანერჰაიმმა გადაწყვიტა თავდაცვითი ომის ტაქტიკა, სადაც მცირე მობილური ჯგუფები დაამარცხებდნენ უზარმაზარ მექანიზმებს. მიუხედავად საბჭოთა უპირატესობისა, მათი შეტევა უშედეგოდ დაიშალა მანერჰაიმის ხაზთან, ძლიერ გამაგრებულ თავდაცვით სისტემასთან, რომელიც კარელიის ყელზე მდებარეობდა. საბჭოთა ტანკები ყინულზე ვერ მოძრაობდნენ, ტყეები ართულებდა ტექნიკის გადაადგილებას. გზები კი აბსოლუტურად უცნობი იყო რუსი ჯარისკაცებისთვის. ფინელები იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, უბრალო ბენზინის ბოთლებს ცეცხლოვანი ქახალდით, რაც ტანკების წინააღმდეგ საოცრად ეფექტური აღმოჩნდა. ეს იარაღი იმდენად ლეგენდარული გახდა, რომ თვითონ სახელით სატირულად დაარქვეს. მოლოტოვის საჩუქარი, მოლოტოვის საუზმის საპასუხოდ, რადგან საბჭოთა პროპაგანდა ჰაერიდან ჩამოგდებულ ბომბებს საკვებს უწოდებდა. იანვარში საბჭოთა არმია უკვე აშკარად გებოდა წაგების ზღვარზე. ფინურმა ნაწილებმა გაიმარჯვეს რამდენიმე პატარა, მაგრამ სიმბოლურად მძლავრ ბრძოლებში. ტოლვაივარის ბრძოლაში ფინური ჯარის ნაწილებმა დიდი ტაქტიკური სიზუსტით გაანადგურეს მოწინააღმდეგის რაზმები. სუომუსალმის ბრძოლაში კი ერთ-ერთმა ბრიგადამ 11000 კაცი დაამარცხა თითქმის 50000 საბჭოთა ძალა. სამთრის ომის ერთ-ერთი გამორჩეული გმირია სიმო ჰაიხა, მარტოხელა სნაიპერი, მეცახელად თეთრი სიკვდილი, რომელიც ყველა დროის ყველაზე შედეგიანი სნაიპერია 505 დაფიქსირებული შედეგიანი გასროლით. ჰაიხა არ საუბრობდა, ის ესროდა და ყოველი გასროლა იყო პასუხი, რომ ფინეთი არ დანებდებოდა. ფინელებმა გამოიყენეს მათ გარემოზე მორგებული ტაქტიკა, მოტი ტაქტიკა, ანუ მტრის კოლონების პატარა ჯგუფებად გაყოფა და თითეულის განადგურება. ტყეებსა და თოვლში მოძრავი გაწვრთნილი მოთხილამურეები საბჭოთა ჯარებს მოულოდნელად ესხმოდნენ თავს და შემდეგ უმალვე ქრებოდნენ. საბჭოთა არმიის მორალი თანდათანობით განადგურდა. ჯარისკაცები იყინებოდნენ, საჭმელი არ მიეწოდებოდათ, ტანკები ფუშდებოდნენ და გზები კარგავდნენ ფუნქციას. განრისხებულმა სტალინმა შეცვალა არმიის ხელმძღვანელობა. ახალი გენერალი სემიონ ტიმოშენკო უკვე უფრო სასტიკ მეთოდებს იყენებდა. მან გაამარტივა ლოჯისტიკა, გაზარდა საარტილერიო დარტყმები და დაიწყო მასობრივი შეშტევა მანერჰაიმის ხაზზე. თებერვალში საბჭოთა არმიამ ინტენსიური არტილერიის და თვითმფრინავების დახმარებით მოახერხა კარელიის ხაზის გარღვევა. ფინელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რეზერვი იწურებოდა, ქალაქები განადგურებული იყო, ხოლო საერთაშორისო დახმარება არ ჩანდა. ხოლო შვედეთმა, ნორვეგიამ და რამდენიმე ქვეყნის მოხალისეებმა გამოხატეს სოლიდარობა. საბოლოოდ ფინეთი იძულებული გახდა მოეთხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებები. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სულისკვეთება ჯერ კიდევ არ დარღვეულა, ფიზიკური შესაძლებლობები ამ მოწურისკენ მიდიოდა. 1940 წლის 13 მარტს დაიდო მოსკოვის ზავი. ფინეთმა დაკარგა კარელიის დიდი ნაწილი და 11% საკუთარი ტერიტორიისა, მაგრამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ფინეთისთვის სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი. საბჭოთა კავშირისთვის კი ეს ომი გამოდგა კატასტროფულად ხარჯიანი. თითქმის 9,5 დაღუპული, დაჭრილი ან დაკარგული ჯარისკაცი. სამთრის ომმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პატარა ერი ყინულში, მთებში, ტბებში და ტყეებში ჩაძერული უზარმაზარ იმპერიას შეებრძოლა და გადარჩა. სამთრის ომი ეს არ ყოფილა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი. ეს ფინეთის სულიერი სიმტკიცის და მტკიცე ნებისყოფის და რა თქმა უნდა ეროვნული ღირსების გამარჯვება იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩა ისტორიაში, თუ როგორ შეუძლია პატარა ერს დაუპირისპირდეს ბოროტების იმპერიას. ფინეთი ვერ დაამარცხა იმპერიამ, რომელსაც უკვე გადაყლაპული ჰქონდა ბალტიისპირეთი და ნახევარი პოლონეთი. და სწორედ ყველა დროს სამართლიანი და ჭეშმარიტია გენერალ კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმის სიტყვები. სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები და პატრიოტები. ჯერავის არ უნახავს ვაჭრუკანების და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერეთ არხი, კარგად გზავნებოდეთ.